გამარჯობა. Ამ ვიდეოდან ნაწილ-ნაწილ დავიწყებთ საქართველოს უძველესი ისტორიის შესახებ თხრობას, რომელსაც დავარქვით ქართლოსიანების ისტორია. წარმოგიდგენთ სრულ სიმართლეს და გაყალბებულ ფაქტებს. ვინ და როდის, რომელ ისტორიულ ეტაპზე და რა მიზნით ამახინჯებდა ქართველი ერის ისტორიას. თხრობას ვიწყებთ ნოეს ძის იაფეთის შვილიშვილის ღამერის, იგივე გომერის ძის თარგამოსის გამოჩენით ისტორიის ავანსცენაზე, ვინც ითვლება ქართველური ეთნიკური ხალხის პაპად, ხოლო ძე მისი ქართლოსიანთა ქართველთა ეთნარქად. თარგამოსიანთათვის წერილ არს მატიანეთა შინა ქართლოსიანთასა, ოდეს აღაშენა ნებროტმა გოდოლი ბაბილოვანისა და განჰყო ენაი ყოვლისა ქვეყნისასა, წარმოვიდა მაშინ თარგამოს მამაი ქართლოსისა, ჰაოსისა და სხვათა ძმათა მათთა მრავალთა ნათესავეთურთ მათ დაერითა დიდითა დაემკვიდრა არარატისა და მასისა მთათაშინა მაგართა და შეუართა და ვინაითგან გამრავლდეს უფროს და უმეტეს ნათესავნი და ერნი თარგამოსისანი საჭირო იყო გარდასახლებად მათ და სიიწროისა ძლით მუნითგან უშორეს. ამისთვის მისა ძესათვისა ქართლოს თარგამოს მამამან მათმან სხვანი ძენი თვისნი ძმანი ქართლოსისანი უფლებასა და თავრობასა ქვეშ მისა და გარდასახნა ყოველთა დედაწულებით და ერითურთ მამით ადგილთა სრულიად ივერიისათა კასპიის ზღვით ვიდრე პონტომდე და ფრჩხილებშია შავზღვამდე. ბატონიშვილი სხოლიო გვერდი 28. თარგამოსის შესახებ მწირი ცნობებია, თუმცა მოსეზე, ზეგიელზე, თეიმურაზ ბატონიშვილის და სხვებზე დაყრდნობით დადგენილია მისი გენეალოგია. ნოე, იაფეთი, გომერი, იგივე ღამერი, თოღარმა, თარგამოსი იგივე. მასთან მიმართებით კითხვები მრავლადაა, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრობით გავცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. ოღონდ მანამდე პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს მისი უფროსი ძის ჰაოსის შესახებ სიმართლის წარდგენა, ვინც არ იყო არმენოსების ეთნარქი და ამ ტყუილის დიდი ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად ავრცელებდა. მაშინ დავიწყოთ. რადგან ცნობილი იყო თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით თარგამოსიანთა განსახლების არეალი და არ იყო მითითებული ქრონოლოგიური მონაცემები, თუკი ჩვენ დავადგენდით ამ ტერიტორიებზე მათი შემოსვლის თარიღსაც, წინასა შემუშავებული მეთოდოლოგიით, ისტორიულ წყაროებსა და არქეოლოგიურ არტეფაქტებზე დაყრდნობით, უკვე თავისუფლად შევძლებდით თარგამოსიანებთან მიმართებით იმ კულტურის თავსებადობის დადგენასაც, რომელიც მათ მოსვლამდე განსახლებული იყო სწორედ არარატისა და მასისის მთიანეთში და შემოგარენში. ამ საქმეს თავი გავართვით ბატონიშვილზე დაყრდნობით. იუველიერთა, ესე იგი გიორგიანელთა, რომელნი ვართ ქართლოსიანი მატიანეთა ძველთა მიერ და ქართლის ცხოვრებათაგან ჩვენთა ისტორიათასა მოვიღებთ რიცხვთა წელიწადისათა, რომელსაცა წელსა ქართლოს ნათესავ მთავართა მთავარი მოიწია საქართველოს, ესე იგი ივერია, ანუ გიორგიან წელთა დასამამითგან სოფლისა, ბერძულისა აღრიცხვითა 2795, ხოლო იულიის რიცხვითა 1990, ქართულისა ქრონიკონსა მეექვსისა მოქცევისა 221. გვერდი 15. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 2723 წელი, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 21 საუკუნე, ანუ ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის დასაწყისი. დაახლოებით ამ დროისთვის თარგამოსი და მისი მოდგმა უნდა განსახლებულიყო მასისის მთიანეთსა და შემოგარენში. ჩვენ ამ ქრონოლოგიური მონაცემებით ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის შევძელით იმ კულტურის დადგენა. ეს იყო მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელიც თარგამოსიანებს დახვდათ ამ ტერიტორიებზე, საიდანაც შემდგომ მათ დაიწყეს მთელი ცენტრალური ანატოლიისა და კავკასიის ათვისება. ანატოლიაში ჰაოსიანელებმა შექმნეს დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება, ხოლო კავკასიაში ქართლოსიანები. დავიწყოთ ჰაოსით. აი რას წერს ბატონიშვილი ჰაოსი. ქართლოსისა და ამათგან იგულისხმება მისი 6 ძმა არიან ერნი ყოვლისა ივერიისანი, ეგრეთვე ჰაოსსა მამა ჰაოსიანთა, ესე იგი სომეხთა, ანუ არმენთა იყო ძმაი ქართლოსისა. ესრეთა გადმოიცემიან საქართველოსა, ესე იგი ივერიელთა ისტორიათაგან, ქართლის ცხოვრებათაგან, ვახტანგ მეექვსისა, ქართლის მეფისა მიერ აღწერილსა და ძისა მისა ვახუშტისაგან და სხვათაგანაც აღწერილთა, რომელნიმე ძველთა მატიანეთა და
მომთხრობელთაგან და რომელნიმე ახალთა და ერმანთაცა ისტორია, ესე იგი სომეხთა მოუთხრობს. გვერდი 9. ამ შემთხვევაში ხაზგასმა ხდება ვახტანგ მეექვსისა და მისი ძის ვახუშტის მონათხრობზე ქართლის ცხოვრებიდან და თეიმურაზ ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ ჰაოსის მიჩნევა არმენთა მამად არის ვახტანგ მეექვსისა და ვახუშტი ბატონიშვილის, ასევე სხვათა აზრი და არა მისი. ესრეთა გარდმოიცემიან საქართველოსა, ესე იგი ივერიელთა ისტორიათაგან, ქართლის ცხოვრებათაგან, ვახტანგ მეექვსისა ქართლის მეფისა მიერ აღწერილსა და ძისა მისა ვახუშტისაგან და სხვათაგანაც აღწერილთაგანო. შემდეგ კი ქვემოთ განმარტებას აკეთებს ჰაოსთან დაკავშირებით და ამბობს ბატონიშვილი თეიმურაზ, ვინაიდან ქართლოსიანი და სომეხნი იყვნენ მეზობელ ურთიერთისა და მარად გარემოცულნი უმეტეს სომეხნი მტერთა მიერ შეიწროებული, ამისთვის გულისმსიტყველობით უთხოვდა მდგომარეობა ორთა მათ მეზობელთა ნათესაობათა პოლიტიკებრივი თქმად მათ შორის, რომელ არიან იგინი ერთისაგან შთამომავლობისა, რათა მათ შორის იყოს ერთობა დაუხსნელად მებრ საპოლიტიკოთა სასარგებლოთა კავშირისა. გვერდი 12. ქართველ მეფეთა და ისტორიკოსთა მხრიდან ქართლოსიანთა და არმენოსიანთა ურთიერთნათესაობის დადასტურება კეთილშობილი მიზანი და მისია შეიძლება იყო, მაგრამ ორივე ერის ისტორიის გაყალბება მაინც არ შეიძლება. ჰაოსი ძმა ქართლოსისა და ძე თარგამოსისა, ვინც დარჩა მამასთან ერთად არარატის მთის რეგიონში და შემდგომ მისი მოდგმა განსახდა ცენტრალური ანატოლიის მიწებზე, თანამედროვე თურქეთის ტერიტორია არ შეიძლება გაიგივდეს არმენოსებთან. ჰაოს შთამომავლები იყვნენ ხათები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასაწყისში ასიმილირდნენ ხეთებთან, ინდო-ევროპელებთან. ეს საკითხი დღემდე რჩება მეცნიერთა შორის ღია და ყველანაირი მოსაზრების ამოკითხვა შეიძლება გადა ჩვენს მიერ მიკვლეულისა. ჰაოსი ძე თარგამოსისა იყო ძმა ქართლოსისა და ეთნარქი ხათების ხალხისა. როგორ შევძელით ამის დადგენა? შევძელით სახლიდან გაუსვლელად. 21 საუკუნის პირველ 10 წლეულებში წარმოებულმა და გამგრობადმა ეთნოსთა გენეტიკურმა კვლევებმა ამომწურავი პასუხი დგას ამ მეტად მნიშვნელოვან და პერმანენტულად საკამათო საკითხს. აღმოჩნდა, რომ არმენოსები წარმოადგენენ ინდოევროპულ რასას და სამხრეთ კავკასიაში მოგვიანებით განსახლდნენ. რაც შეეხება ჰაოს ისტორიული ქრონოლოგიისა და მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ დავადგინეთ მისი კავშირი ხათებთან. ის იყო ქართველური წარმოშობის ხალხის ხათების ეთნარქი და სათავე დაუდო ამ ხალხის განსხვავებულ, მაგრამ ამასთან ქართლოსიანებისაგან განშტოებულ კულტურას. თარგამოსმა თავისთან დაიტოვა ძე თვისი ჰაოსი, მან კი შემდგომ ტერიტორიები შემოიერთა, რომელზეც ჩამოყალიბდა ხათების სამეფო. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასაწყისში ხეთებმა, ინდოევროპელებმა არაგვერიოს ხათებში დაიპყრეს ხათთა სახელმწიფო და მათ კულტურაზე შექმნეს საკუთარი სამეცნიერო ინფორმაცია. ხათები უძველესი ბრინჯაოს ხანის ხალხი, ცხოვრობდა ცენტრალურ ანატოლიაში. ისინი საუბრობდნენ გამორჩეულ ხათურ ენაზე, რომელიც არც სემიტური იყო და არც ინდოევროპული. ჩვენი განმარტება მასშტაბამდე ყოფილა იაფეტიდური. ხათების შესახებ დასტურდება ადრეული ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ჩანაწერები და ისტორიული ცნობები გვიანდელ ხეთურ და სხვა წყაროებში. მათი მთავარი ცენტრი იყო ქალაქი ხათუში. ხეთების ექსპანსიის გამო ძველი წელთაღრიცხვის 2000 წლიდან ხათები თანდათან ძველი წელთაღრიცხვის 1700 წელი შეერწყდნენ ახალ პოლიტიკურ და სოციალურ წესრიგს, რომელიც დააწესეს ხეთებმა. ისინი ინდოევროპულენოვან ანატოლიურ ხალხთაგან ერთ-ერთი იყვნენ. ხეთებმა გამიზნულად შეინარჩუნეს ქვეყნის სახელწოდება ხათის მიწა, რომელიც ასევე გახდა ხეთების სახელმწიფოს მთავარი აღმნიშვნელი სახელდება. ჩვენი განმარტება, ამიტომაც ერევათ ეს ორი ხალხი, ხათები და ხეთები ერთმანეთში ან სპეციალურად
აღრევენ, რათა არ დადგინდეს მათი ქართველური გენეალოგია. დაუბრუნდეთ სამეცნიერო ინფორმაციას. ტერმინის პროტოხეთურის გამოყენება ჰათელების აღსანიშნავად არაზუსტია. ხეთური ენა ინდოევროპული ენაა და შესაბამისად ენობრივად განსხვავდება არაინდოევროპული ხათური ენისაგან. ხეთებმა საკუთარი სახელმწიფოსთვის ტერმინი ხათის მიწა გამოიყენეს. საბოლოოდ ჰათიელები შეერწყდნენ ანატოლიური ჯგუფის ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხს, მათ შორის ხეთებს, ლუიელებს და პალაელებს. ცენტრალურ ანატოლიაში რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ადრეული ბრინჯაოს ხანის ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება, უძველეს ხათებს მიეწერება. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად ხათუში, არქეოლოგიური აღმოჩენის სტრუქტურა აღნიშნავს რთული კულტურის არსებობას განსხვავებული სოციალური სტრატიფიკაციით. გავხსენოთ სტრატიფიკაცია. სტრატიფიკაცია არის მონაცემების, ობიექტების ან ადამიანების ცალკეულ ფენებად ან ჯგუფებად, სტრატებად დაყოფის პროცესი, საერთო მახასიათებლების საფუძველს. მაშასადამე ხათები, ათოსელები წარმოადგენდნენ თარგამოსიანთა შტოს, იაფეთის ხაზით, ხოლო ხეთები ნებროთიანთა შტოს, ქამით და ხაზით. ამაზე ვიდეო გვაქვს ჩაწერილი და შეგიძლიათ უყუროთ. ახლა ხათების ენა. ხათები საუბრობენ ხათურ ენაზე, რომელიც არაინდოევროპული და არასემიტური ენა იყო, რომლის კუთვნილებაც გაურკვეველია. ზოგიერთი მეცნიერი ამჟამად ხათურ ენას ჩრდილო-დასავლეთ კავკასიურ ენობრივ ჯგუფთან აკავშირებს. ხათური ცივილიზაციის არსებობის დამადასტურებელი საბუთია ერთ-ერთი არაინდოევროპული ენის ნაშთები, რომლებიც მოგვიანებით ხეთურ არქივებში იქნა დაპოვნი. ენა რამდენიმე ტექსტშია მოხსენებული, სადაც ის ტერმინით ხატილი დაწერილი ხატის ენაზე გვხვდება. შემორჩენილი რამდენიმე ტექსტი ძირითადად რელიგიური ან საკულტო ხასიათისაა. ისინი გვაწვდიან ხათური ღვთაების სახელებს, ასევე ხათურ პირად და ადგილმდებარეობის სახელებს. ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის ცენტრალური ანატოლიის მკვიდრ არაინდოევროპულ მოსახლეობას, ანუ ხათებს, ჰქონდათ გენეტიკური პროფილი, რომელიც ადრეული ანატოლიური ნეოლითური ფენებიდან მომდინარეობდა. გენეტიკური კვლევები მიუთითებს, რომ ისინი ეკუთვნოდნენ ადგილობრივ ენეოლითურ ბრინჯაოს ხანის მოსახლეობას, რომელსაც მნიშვნელოვანი მსგავსება ჰქონდათ კავკასიასთან და შეზღუდული გარე შერევით, რაც განსხვავდებოდა ინდოევროპული ხეთების ელიტისაგან, რომელიც მოგვიანებით ჩამოვიდა. ახლა ხეთების გენეტიკური კავშირი კავკასიასთან. ბრინჯაოს ხანის ანატოლიის უძველესი დნმ-ის კვლევების საფუძველზე ხათები ცენტრალური ანატოლიის მკვიდრი არაინდოევროპული ხალხი მიეკუთვნებოდნენ Y ქრომოსომის ჰაპლოჯგუფს მამის მხრიდან, ესე იგი, რომელიც დაკავშირებულია ადრეულ ანატოლიურ ფერმერებთან და კავკასიელ ხალხთან, კერძოდ G2A, G-P15 ჰაპლოჯგუფთან. ისევ სამეცნიერო ინფორმაცია, კულტურული და ლინგვისტური გავლენა. ხეთების პოლიტიკური დომინანტის მიუხედავად, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 1700 წელს, ხათების ენა და სავარაუდო გენეტიკური წარმომავლობა კვლავ არსებობდა, რასაც მოწმობს ენის რელიგიურ სტრუქტურებში შემორჩენილი ძველი წელთაღრიცხვის მე-14 საუკუნე ჩანაწერები. ბოლოდროინდელი გენეტიკური კვლევები, მაგალითად ეს არის ეირიდის და სხვების, ადასტურებს, რომ არსებობს განსხვავებული მკვიდრი ანატოლიური შტო, რომელიც არსებობდა ინდოევროპულ მიგრაციებთან დაკავშირებულ მასშტაბურ ცვლილებებამდე. გენეტიკური კვლევები ეყრდნობა ორმოში ან ქვაში ჩაფლულ სამარხებს, რომლებიც არ შეესაბამება ხეთების დაკრძალვის პრაქტიკას. მაშასადამე, იმ ეპოქის ხათებისა და ქართლოსიანების ურთიერთკავშირი დადასტურებულია ქრონოლოგიით, კულტურათა მსგავსებით, ლინგვისტიკით,
გენეტიკით, ისტორიული და რელიგიური წყაროებით, არქეოლოგიური არტეფაქტებით და დარჩა ნეტავ რამე. აქ დავასრულოთ ეს ვიდეო, რადგან არ გვინდა ოცულობითი გამოვიდეს, რათა ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა შეძლოს დროის ფაქტორიდან გამომდინარე მისი ყურება და გააზრება. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ თარგამოსის გენეალოგიაზე, საიდან მოვიდა იგი არარატის და მასისის მთიანეთში და მტკვარ-არაქსის კულტურის შემქმნელ ხალხზე, რომლებიც თარგამოსიანმა გადაფარეს შემდეგ. მხოლოდ გამოიწვიოთ ჩვენი არხი უყუროთ ამ და სხვა ვიდეოებს ბოლომდე, რადგან ჩვენ საუბრობთ მხოლოდ საქართველოს უძველეს და უცნობ ისტორიაზე, ამასთან ჭეშმარიტებაზე. მოგწერეთ კომენტარები და შეკითხვები. დიდი მადლობა.